პოლიტკოვსკაის ქუჩის ნომერ 18-ის მიმდებარე ტერიტორიაზე 2000 კვადრატულ მეტრის ეზოსარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ქუჩაზე 107 ოჯახი ცხოვრობს, მათ საკუთარი პრობლემების მოგვარების თხოვნით თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებს მოსახლეობის მიღების დღეს მიმართეს. მათ შორის ითხოვდნენ არსებული ეზოს მოწესრიგებასაც. ქუჩისარეაბილიტაციო სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება. კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალიან ბევრი პრობლემა იყო დაგროვებული. ჩვენ დავიწყეთ მისი ეტაპობრივი მოგვარება. ახლა ვაკეთებთ ეზოს გაზაფხულზე, ასევე გაკეთდება სკვერი, გაკეთდება სანიაღრო სისტემა იმისათვის, რომ კორპუსს არ შეუშალოს წვიმების შედეგად დაგროვებულმა წყალმახელა. ყველა ძირითადი პრობლემა, რაც ამ ადამიანებს აწყობთ, იქნება პერიოდულად მოგვარებული. შეიქმნა ამხანაგობა და ამხანაგობის მეშვეობით ჩვენ უკვე შეგვიძლია დაუფინანსოთ მათ ის პროექტები, რომელიც კორპუსში არსებულ პრობლემებს კიდევ უფრო მეტად მოაგვარებს და მათ საცხოვრებელ პირობებს კიდევ უფრო უკეთეს გახდის. მოხდა ძალიან დიდი რაოდენობის სამშენებლო ნაგების გატანა, შეიძლება ასე ითქვას, რაღაცა ტონობით ნაგავი გავიტანეთ აქედან. წინა მხარე გასუფთავდა ასევე და მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარდა, რომ გაისად გაკეთება სპორტული მოედანი და პატარა ლამაზი სკვერი.